უკრაინაში ომი უკვე 4 წელზე მეტია გრძელდება და ეს არის ყველაზე სისხლიანი კონფლიქტი, რაც რუსეთს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უნახავს. მაგრამ ბრძოლაში მხოლოდ ადამიანები კი არა, ტექნიკაც დაიკარგა. კერძოდ, რუსული ტანკები. ციფრები აქ მართლაც შთამბეჭდავია, მაგრამ მათთან ახლავს დიდი ვარსკვლავი, რადგან წყაროები განსხვავდება. ყველაზე კონსერვატიული და დასაცავი მონაცემები ეკუთვნის ORIX, ღია წყაროების სადაზვერვო პროექტს, რომელიც ითვლის მხოლოდ იმ დანაკარგებს, რომელთა გადამოთმებაც ფოტოთი ან ვიდეოთი შეიძლება. ამგვარად ORIX-მა დაადასტურა დაახლოებით 4400 რუსული ტანკის განადგურება. მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ რუსეთი აგრძელებს ტანკების წარმოებას და ზოგიერთი წყაროს მიხედვით შესაძლოა ახლა უფრო მეტი ტანკი ყავდეს მოქმედებაში, ვიდრე ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე. ეს ისეთი რამაა, რაც კიევს უნდა აფრთხილებდეს. თუმცა ამ მზარდი ფლოტის უკან დამალული ბინძური საიდუმლო ისაა, რომ რუსეთს მისი გამოყენება თითქმის არ შეუძლია. იმიტომ რომ იმ დროს, როცა მოსკოვი თავის ჯავშან-სატანკო ძალას ავადგენდა, უკრაინამ ჩუმად გაცილებით უფრო გამანადგურებელი რამ გააკეთა, ვიდრე ტანკების ერთ-ერთად განადგურება. უკრაინამ თავად ბრძოლის ველი შეცვალა და ამით ძირითადი საბრძოლო ტანკი, რომელიც 100 წელზე მეტია სახმელეთო ომებს მართავდა, თითქმის უსარგებლო და საზიანო გახადა. შედარებისთვის უკრაინის დადასტურებული ტანკების დანაკარგი დაახლოებით 1400 შეადგენს და თავად ORIX-ი მიუთითებს, რომ ეს მინიმალური მაჩვენებელია და არა მაქსიმალური, რადგან კიდევ ერთხელ ის მხოლოდ იმ დანაკარგებს ითვლის, რომელთა ფოტოთი ან ვიდეოთი დადასტურებაც შესაძლებელია. ამიტომ განადგურებული ტექნიკის რეალური რაოდენობა შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ოფიციალურ მონაცემებს. მეორადი აგრეგატორი მიუთითებს, რომ ეს ანგარიშები მხოლოდ რუსული ტანკების რეალური დანაკარგების 50-70%-ს აჩვენებს. რაც ნიშნავს, რომ რეალური რიცხვი შეიძლება უფრო მაღალი იყოს. სავარაუდოდ 6300-დან 8800 ტანკამდე. უკრაინის გენერალური შტაბი თავის მხრივ აცხადებს, რომ ეს რიცხვი 10000 აღემატება. მიუხედავად იმისა, რომ ეს რიცხვი შეიძლება რეალობასთან ახლოს იყოს, ის მოდის მთავრობის გამისგან, რომელსაც სარგებელი აქვს მთრის განადგურებული ტექნიკით. ამიტომ ამ მონაცემს მაქსიმუმად მიიჩნიეთ. მაგრამ რომელი რიცხვიც არ უნდა აიღოთ, მინიმუმ რუსეთმა დაკარგა ომამდე არსებული მთელი აქტიური ტანკების ფლოტის ეკვივალენტი და ალბათ უფრო მეტიც, თითქმის 2-ჯერ მეტი. საერთაშორისო სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის მიხედვით, რუსეთი ომში შევიდა დაახლოებით 3000 აქტიური ტანკით და სავარაუდოდ 3-ჯერ მეტი ჰქონდა საცავებში. და ინსტიტუტის გამოთვლებით, მხოლოდ პირველი 13 თვის განმავლობაში, 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის მარტამდე, რუსეთმა თითქმის 1900 აქტიური ტანკი დაკარგა. მოქმედი ტანკების ფლოტის ნახევარზე მეტი ერთ-ერთ წელზე ცოტა მე დროში გაქა. თანამედროვე ეპოქაში არც ერთ არმიას ასეთი ტემპით ჯავშან ტექნიკა არ დაუკარგავს. მაშ, როგორ ხდება, რომ ამ ყველაფრის შემდეგ რუსეთი ახლა უფრო მეტ ტანკს აყენებს მწყობში, ვიდრე ომის დასაწყისში ჰყავდა? პასუხი იმ საცავებშია, რომლებიც უკვე ვახსენეთ. იქ არსებული ტანკების უმეტესობა საბჭოთა კავშირის დროიდანაა დაგროვილი, როცა მოძველებულ ტექნიკას უბრალოდ ინახავდნენ და პერიოდულად უტარებდნენ ტექნიკურ მომსახურებას. IISS-მა განაცხადა, რომ რეზერვში შეიძლება იყოს 9000 ტანკი, მაშინ როცა ზოგიერთი წყარო ვარაუდობს, რომ ეს რიცხვი შეიძლება 5 ნიშნა იყოს. OSINT-ის მკვლევარმა ჯომპიმ ტანკების სადგომების სატელიტური სურათები გამოიყენა ტანკების დასადგების დასათვლელად და უფრო მოკრძალებული რაოდენობა 7342 ტანკი დაასახელა. და როდესაც დანაკარგები 2023 და 2024 წლებში დაგროვდა, კრემლს მარტივ არითმეტიკაში პრობლემა შეექმნა. ზოგი ექსპერტი ამტკიცებს, რომ რუსეთის ერთადერთი ქარხანა, რომელიც ნულიდან ნამდვილად ახალ ტანკებს აშენებს, ურალის ურალვაგონზავოდი ნიჟნი ტაგილში, წელიწადში მხოლოდ დაახლოებით 250 ახალ თანამედროვე T-90M ტანკს აწარმოებს. ომსკის ქარხანა კიდევ 150 T-80 BVM-ს აწარმოებს, რაც ძველი მოდელის მოდერნიზებული ვერსია. ეს მხოლოდ 400 ტანკია წელიწადში, მაშინ როცა დანაკარგები საშუალო თვეში მინიმუმ 85 შეადგენდა. ამიტომ რუსეთს მოუწია ათასობით ძველი საბჭოთა ტანკის საწყობებში დაბრუნება. თითქმის ყველა სოე ახალი ტანკი, რომელიც ფრონტზე მიდიოდა, საბოლოოდ საერთოდ არ აღმოჩნდა ახალი. ეს იყო ძველი საბჭოთა კორპუსი, რომელიც საწყობიდან გამოიტანეს, გაწმინდეს, ახალი ოპტიკით, რადიოებით და რეაქტიული ჯავშნით აღჭურვეს, გვერდებზე დაამაგრეს და ისევ სამსახურში დააბრუნეს. მაგრამ აქ იწყება თითქმის აბსურდი და სწორედ აქ ხედავთ, როგორ აკეთებს რუსული ინდუსტრია ისეთ რაღაცებს, რაც არქეოლოგიას ემიჯნება. როდესაც რუსეთმა უფრო მარტივი კანდიდატები ამოწურა, საბოლოოდ მივიდა ეზოებში მდგარი უფრო ძველი ტანკების რიგამდე. დაახლოებით 1000-მდე T-62-ია, რომლებიც 1960-იანი წლების დასაწყისით თარიღდება. ეს მანქანები იმდენად იყო დეგრადირებული, რომ მათი ძრავები მკვდრად ითვლებოდა. ამიტომ 2024 წლის სექტემბერში ინდუსტრიის წარმომადგენელმა სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტს განუცხადა, რომ რუსულმა ინდუსტრიამ დაიწყო ეგრეთ წოდებული ახალი რეგენერაციის პროგრამა. მათ აიღეს ძველი ძრავები, რომლებიც ამ 45 ტონიან ტანკებს ამოძრავებდა და აღადგინეს ისინი ახალი შიდა ნაწილებით. ფაქტობრივად ხელახლა აცოცხლეს ძრავები, რომლებიც ჯართად იყო ჩამოწერილი.
პრობლემა ის იყო, რომ ამ პროგრამის ფარგლებში მხოლოდ დაახლოებით 100 მუშა ძრავის წარმოებას ელოდნენ და საკმარისი იქნებოდა მხოლოდ იმ შენახული T-72A-ების დაახლოებით 10%-ისთვის. ამიტომ 2024 წლის დეკემბერში რუსეთმა გააორმაგა ძალისხმევა და ლენინგრადის ოლქში მდებარე კიგისეპის მანქანათმშენებლობის ქარხანამ გააფორმა კონტრაქტი სხვა, უფრო ძლიერი ძრავის აღსადგენად, რომელიც ასევე თავსდება T-72A-ზე. რუსეთი იმდენად იყო მზად, რომ 50 წლის ტანკები კვლავ გზაზე დაეყენებინა, რომ მთელი ინდუსტრიული ძალისხმევა მიმართა იმისთვის, რომ წყობრიდან გამოსული ძრავები კვლავ გაეცოცხლებინა. ახალი კომპონენტებით 1960-იანი წლების T-72A-ს შეიძლება მიეცეს ისეთი სახე, რომ დაახლოებით დაემსგავსოს თანამედროვე T-72B3M-ს, თუმცა არასდროს იქნება ისეთივე დაცული. ანალიტიკოსმა ჯომპი ამთქვა, რომ სწორედ ამ მომენტში დარწმუნდა, რომ რუსეთს ჰქონდა განზრახო, აღედგინა თითქმის მთელი თავისი საცავში არსებული ფლოტი, ყველაფერი რაც ბოლომდე არ იყო დაჟანგებული. მოდით რეალურად ჩავატაროთ ტანკების გამოთვლა, რადგან ეს არის მთელი ამ ისტორიის ხერხემალი. როგორც ვახსენეთ, რუსეთმა დაიწყო დაახლოებით 3000 მოქმედი ტანკით. დაახლოებით 4400 დადასტურებული ტანკი დაკარგა, მაქსიმუმ 6000-მდე ახალმა წარმოებამ. შესაძლოა 2 ყველაზე თანამედროვე მოდელის ფარგლებში, დაახლოებით 1600 ტანკი დაამატა. და საწყობებიდან ამოღებამ შეიძლება დაახლოებით 5000 აღდგენადი корпуსი გამოიღო. მას შემდეგ რაც გამოაგდა დაახლოებით 2100, რომლებიც ან იმდენად იყო დაჟანგებული, რომ გადარჩენა აღარ შეიძლებოდა, ან ძველი T-64-ის ოჯახს ეკუთვნოდა. როცა ყველაფერს ერთად შეკრებ, რუსეთის სახმელეთო ძალებს შეიძლება ყავდეთ სადღაც 3600-დან 5200-მდე ტანკი თუ დანაკარგების ქვედაზღვარს დავეყრდნობით. ეს ზედამაჩვენებელი თითქმის 2-ჯერ აღემატება საწყის ძალას. ასე რომ თეორიულად რუსეთმა აღადგინა თავისი ჯავშან ტექნიკა და კიდევ უფრო გაზარდა. მაგრამ ეს ძალა სულ უფრო და უფრო ძირითადად მუზეუმის ექსპონატებისგან შედგება. რომ გავიგოთ რატო, უნდა დავაკვირდეთ ზუსტად რა ტიპის ტანკები ამ ფლოტში, რადგან ყველა ტანკი ერთნაირი არ არის და რუსეთის არსენალი ყველაფერს გვეუბნება არმიაზე, რომელიც წარსულში ბრუნავს, რათა შეავსოს თავისი რიგები. ეხლა დავიტყვათ მუშა ცხენით, T-72-ით. პირველად საბჭოთა ქახნებიდან 1972 წელს გამოვიდა. T-72 შექმნილი იყო იაფი, მარტივი, განძლე და 10000-ობით წარმოებისთვის, ჯავშან ტექნიკის სამყაროში იგივე რაც AK-47. და ის ყველგანაა, რადგან ეს არის ყველაზე გავრცელებული ტანკი, ორივე მხარეს ამ ომში, რადგან უკრაინამაც უზარმაზარი რაოდენობა მიიღო მემკვიდრეობით. თანამედროვე რუსული ფრონტის ხაზის ვერსიებია T-72B3 და განახლებული T-72B3M, უკეთესი ცეცხლის მართვის სისტემით და რეაქტიული ჯავშნით. მაგრამ T-72 ასევე ის ტანკია, რომელიც გლობალურ მემად იქცა კატასტროფული განადგურებისთვის. ორიქსის ვიზუალურად დადასტურებული მონაცემებით, რუსეთმა დაკარგა დაახლოებით 1800 T-72, რაც ნებისმიერ სხვა ტიპზე მეტია. ამის მიზეზი თავად ტანკის კონსტრუქციაშია ჩადებული, რაზეც მოგვიანებით დავბრუნდებით, როცა სხვა ტიპებსაც განვიხილავთ. მეორე მოდელია T-80, რომელსაც თავისი პრობლემებიც აქვს. 1976 წელს შემოღებული, ეს იყო მსოფლიოში პირველი მასიურად წარმოებული ტანკი, რომელიც გაზდურბინული ძრავით მუშაობდა. იგივე პრინციპით, როგორც ვერტმფრენი ან რეაქტიული თვითმფრინავი. ამან ტანკი ძალიან სწრაფი და ჩუმი გახადა თავისი ზომისთვის. მას შეეძლო 40 მილი-საათში გაევლო ღია ადგილებზე. საბჭოთა კავშირმა და მოგვიანებით რუსებმა დაახლოებით 5400-დან 5500-მდე ასეთი ტანკი ააშენეს, ხოლო წარმოება გაგრძელდა 2001 წლამდე. უკრაინაში T-80 დაუნდობლად გამოიფიტა. 2024 წლის დეკემბრისთვის ღია წყაროების მიხედვით დადასტურებულია მინიმუმ 1000 T-80-ის განადგურება, დაზიანება, მიტოვება ან ხელში ჩაგდება. ზოგი ანალიტიკოსი ამტკიცებს, რომ რუსეთმა ფაქტობრივად მთლიანად ამოწურა თავისი საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი T-80-ების ფლოტი. თუმცა ეს უფრო ძლიერი მტკიცება შეფასებად უნდა ჩაითვალოს და არა საბოლოო ფაქტად. რუსმა კომენტატორებმა აღნიშნეს, რომ მოსკოვმა თავისი ხელმისაწვდომი T-80-ების დაახლოებით 90% გამოიყენა, ხოლო გადარჩენილები სიბირის ომსკის ქარხანაში დააბრუნა, რათა ისინი უახლეს T-80 BVM სტანდარტამდე აღედგინათ. ამბობენ, რომ რუსმა ტანკის ეკიპაჟებმა T-80-ს მუქი მეტსახელი ფოლადის კუბო შეარქვეს, რადგან ბევრჯერ ნახეს, როგორ კარგავდა ეს ტანკი კოშკურას ერთ ძალადობრივ ინციდენტში. ხაზის სათავეში დგას T-90, განსაკუთრებით კი მისი ყველაზე თანამედროვე ვერსია T-90 M Pradif, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პროპაგანდისტული მანქანა სოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ტანკად მოიხსენიებს. T-80 თავად T-72-ზეა დაფუძნებული, მაგრამ მას დამატებული აქვს გაუმჯობესებები, უკეთესი ქვემეხი და ცეცხლის მართვის სისტემა, რელიქტური რეაქტიული ჯავშანი, სოზნაიუ, სროლელის სამიზნე და მეთაურის პანორამული სამიზნე. ეს მას დასავლურ სტანდარტებს უახლოვებს. ეს არის საუკეთესო ტანკი, რომლითაც რუსეთი რეალურად იბრძვის. და მაინც ის ისეთი რაოდენობით ნადვურდება, რაც მთელ პრობლემას აჩვენებს. ორიქსის მონაცემებით 2026 წლის ივნისისთვის დაკარგულია 220-ზე მეტი T-90-ის ვერსია. მათ შორის 145 არის T-90M.
მაგრამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია არსებობს, რომელიც შეიძლება შოკის მომგვრელი იყოს. მიიჩნევა, რომ რუსეთმა ომი დაიწყო 70-ზე ნაკლები T-90M-ით. 42 თვეში მან ორჯერ მეტი დაკარგა, ვიდრე ომის დასაწყისში რკავდა. ასე რომ ის ადრინდელი მონაცემები, რომლებიც მიუთითებდა, რომ ქარხანას შეუძლია წელიწადში 250 ერთეულის გამოშვება, შესაძლოა პროპაგანდის მანქანის შედეგია. და შემდეგ, როცა თუნდაც T-72-ის მარაგი დაიწყო ამოწურვა, რუსეთი სრულიად სასოწარკვეთილი გახდა. ის გადავიდა 1970-იან წლებზე, შემდეგ 1960-იან წლებზე და გამოიყვანა T-72 ტანკი, რომელიც სამსახურში შევიდა 1961 წელს და T-45, რომლის დიზაინის მემკვიდრეობა უკავშირდება ომის შემდგომი საბჭოთა ტანკების პროგრამებს. ესენი ანტიკვარული ტანკებია, უფრო თხელი ჯავშნით, ნაკლებად ეფექტური იარაღით და საბრძოლო მასალის განთავსების ისეთი სისტემით, რომელიც თუ რამეა კიდევ უფრო სახიფათოა ვიდრე ახალ ტანკებში. T-45-ების ფრონტისკენ მოძრაობა 2020-იან წლებში ბევრ ანალიტიკოსისთვის იყო ყველაზე ნათელი სიგნალი იმისა, რომ რუსეთი ბოლომდე ამოწურავდა რესურსებს და ხარისხის ყველა უპირატესობას, რაოდენობის უხეში უპირატესობით ცვლიდა. ტანკი 1946 წლიდან მაინც შეიძლება მოკლას, მაგრამ თანამედროვე ომს ვერ მოიგებს და რუსეთიც ამას კარგად იცის. თუ გსურთ უფრო დეტალური ანალიტიკა, აუცილებლად გამოიწერეთ The Military Show. ჩვენ ვაქვეყნებთ ვიდეოებს მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვან მოვლენაზე. ეს ყველაფერი მოგვიყვანს ამ ისტორიის მთავარ არსამდე, ტანკამდე, რომელიც ყველაფერს უნდა შეეცვალა, მაგრამ საბოლოოდ ჩავარდა. ეს არის T-14 არმატა. როდესაც რუსეთმა პირველად წარადგინა არმატა, წითელ მოედანზე 2015 წელს, მას რევოლუცია დაცხადებდნენ. ნამდვილი მომავალი თაობის ტანკი, უპილოტო კოშკით, დაცული ეკიპაჟის კაფსულით, აქტიური დაცვის სისტემით, რომელიც შემომავალ რაკეტებს ჰაერში ანადგურებს. დიზაინი, რომელიც აშკარად შექმნილია დასავლური ანალოგების დასამარცხებლად. მაგრამ 21 საუკუნის ყველაზე დიდ ტანკურ ომში, სადაც რუსეთი იმდენად სასოწარკვეთილია, რომ 1946 წლის მანქანებსაც კი იყენებს, არმატა თითქმის სრულად არ ჩანს. ის მოკლედ და ფრთხილად გამოჩნდა 2023 წელს გავრცელებული ინფორმაციით, ხოლო უკანა პოზიციებიდან არაპირდაპირი ცეცხლისთვის გამოიყენეს და თვეში გაიყვანეს. ოფიციალური განმარტება იყო, რომ არმატა უბრალოდ ძალიან ძვირიჯდებოდა და უფრო მიზანშეწონილი იყო, უფრო მეტი რაოდენობის იაფი მანქანის შეძენა. ერთეულის სავარაუდო ღირებულება მერყეობს 5-დან 9 მილიონ დოლარამდე, რაც ბევრად მეტია ვიდრე T-72, T-80 ან T-90. რადგან ეს სრულიად ახალი პლატფორმა, ის ვერც კი გამოიყენებდა არსებულ საწარმოო ხაზებს. ეხლა შეიძლება ადვილი იყოს აღმატას პარადის რეკვიზიტად აღქმა, მაგრამ არსებობს უფრო საინტერესო საწინააღმდეგო არგუმენტი, რომელსაც სერიოზულად უნდა მიუდგეთ. ზოგი მხრივ, T-14 საერთოდაც არ არის კონსტრუქციული მარცხი, არამედ დროის მსხვერპლია. შესანიშნავი ტანკი, რომელიც ომში მოხდა, სადაც ასეთი ტანკები აღარაა საჭირო. დროებაში, როცა $100-იან დრონს შეუძლია მრავალმილიონიანი მანქანის გამორთვა, ამ მილიონების ერთ ტანკში ჩადება ფაქტობრივად სუიციდურია. რაც მიყვანს საკითხის არსამდე. ჩვენ დავადგინეთ, რომ რუსეთმა აღადგინა უზარმაზარი ფლოტი, რომელიც ძირითადად საბჭოთა ეპოქის ტანკებისგან შედგება. მაშ, რატომ ზუსტად ჩავარდა ეს ტანკები ასე კატასტროფულად თავიდანვე? პასუხი 3 განსხვავებულ ფენად იყოფა. პირველი ფენა ეხება T-72-ის კონსტრუქციის სისუსტეს, რომელიც ხშირად ჩანს ვიდეოებში, თუნდაც არ იცოდეთ რას უყურებთ. რუსულ ტანკს ხდება ჭურვი, შინდება ელვა და შემდეგ მთელი კოშკურა ათეულობით მეტრზე აისროლება ჰაერში. ჯარისკაცები და ანალიტიკოსები ამას ჯეკ-ინ-დაბოქსის ეფექტს, ან კოშკურის გადაგდებას უწოდებენ. ეს ტანკის თავდაპირველი ინჟინერიის თავისებურებაა. რუსული ტანკები, როგორიცაა T-72, T-80 და T-90, იყენებენ ავტომატურ დამტენს ადამიანის დამტენის ნაცვლად, რაც მათ საშუალებას აძლევს იმუშაონ სამკაციანი ეკიპაჟით და კონდეთ დაბალი რთულად მოსახვედრი პროფილი. იმისთვის, რომ ავტომატური დამტენი იმუშაოს, ტანკი ინახავს საბრძოლო მასალას. დაახლოებით 20 მზადყოფნის ჭურვს, კარუსელის რგოლში, კოშკურის ძირში, მანქანის ცენტრში, რომელიც ეკიპაჟის გამყოფილებას აკრავს. როდესაც გამტანი დარტმა აღწევს ამ რგოლამდე, თუნდაც ერთი წამყვანი მუხტი შეიძლება გამოიწვიოს ჯაჭვური რეაქცია, რომელიც ერთდროულად ააფეთქებს მთელ მარაგს. წნევას სხვა გზა არ აქვს, გარდა ზევით წასვლისა, რის შედეგადაც კოშკურა მთლიანად სცილდება ტანკს. სწორედ დასავლურ ტანკებთან შედარება ყველაზე კარგად აჩვენებს ამ კომპრომისს. ტანკი, როგორიცაა ამერიკული M1 Abrams-ი, თავის საბრძოლო მასალას ინახავს კოშკურის უკანა ნაწილში, ცალკე განყოფილებაში, რომელიც ეკიპაჟისგან ჯავშნიანი კარითაა გამოყოფილი და აღჭურვილია წნევის გასაფრქვევი პანელებით. როდესაც ეს საბრძოლო მასალა დაზიანდება, პანელები ისეა დაპროექტებული, რომ აფეთქების ტალღა ზემოთ და გარეთ ეკიპაჟის განყოფილებისგან მოშორებით გაატაროს. ეკიპაჟს შეუძლია გადარჩეს და მართლაც გადაურჩენია საბრძოლო მასალის ხანძარს, რომელიც რუს ეკიპაჟს მტრისიერად გაანადგურებდა. ეხლა საბჭოთა კონსტრუქტორების სულელები არ იყვნენ. მათ გააკეთეს შეგნებული არჩევანი. მიიღეს კატასტროფული მარცხის რისკი უფრო პატარა მსუგუქი იაფი ტანკის სანაცვლოდ, რომელიც უფრო ადვილად მასობრივად წარმოდებოდა, უფრო ადვილად გადაჰქონდათ რკინიგზით და ბრძოლის ველზე უფრო რთული შესამჩნევი იყო.
იმ ტიპის ომისთვის, რომელსაც საბჭოთა სტრატეგები წარმოიდგენდნენ, სწრაფი კონტინენტური დაპირისპირება, სადაც ინდივიდუალური ტანკის გადარჩენას ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა ვიდრე რაოდენობრივ უპირატესობას, ეს შეიძლება ითქვას რაციონალური გარიგება იყო. პრობლემა ისაა, რომ ეს ომი ის ომი არ არის. როდესაც ათეულობით დრონი ტანკის ზემოთ დაფრინავს, ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დაკვირვებად ფრონტის ხაზზე, ეს სისუსტე მოულოდნელად შემთხვევითი დაზიანებიდან მიზანმიმართულ სამიზნედ გადაიქცა. ეხლა მეორე დონე მარცხისათავად ტანკებს არ უკავშირდება არამედ მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ გამოიყენა ისინი რუსეთმა. ყველაზე ნათელი მაგალითი აქ კიევზე თავდასხმის საწყისი ეტაპი. რუსეთმა გრძელი ჯავშან ტექნიკის კოლონები ადვილად გამოსაცნობ გზატკეცილებზე დედაქალაქისკენ გაგზავნა და ამ კოლონებს მუდმივად აკლდათ საწვავი და რაც მთავარია, ქვეითი ჯარი. ტანკი მთელი თავისი ჯავშნითა და ცეცხლის ძალით ახლო მანძილზე ფაქტობრივად ბრმა და კრუა. მას ძალიან ცუდი ხილვადობა აქვს, განსაკუთრებით გვერდებზე და უკანა მხარეს. ხოლო ტყეებში, ხეებში, ქალაქებსა და სოფლებში ის სასოწარკვეთილად დაუცველია ყველასთვის, ვინც მასთან ახლოს მივა. საფარის კრეითების ამოცანა იპოვონ და გამოავლინონ ჩასაფრებები მანამ, სანამ ისინი დაიწყებენ მოქმედებას. თანამედროვე ომის ინსტიტუტმა ეს შეადარა 1973 წლის იომ კიპურის ომს. ზუსტად ისე, როგორც ეგვიპტელმა და სირიულმა ქვეითთა ჯგუფებმა, მავთულით მართვადი საგერის რაკეტებით გაანადგურეს დაუჩერელი ისრაელის ტანკები. 1973 წელს უკრაინელი მსუბუქი ქვეითების პატარა დამალულმა ჯგუფებმა, რომლებიც აღჭურვილნი იყვნენ თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებითა და დრონებით, ნაწილებად დაშალეს რუსული კოლონები. ამ კოლონებს არ უნდა ეწარმოებინათ წინსვლა იმ ფორმით, როგორც ისინი მოქმედებდნენ. კოლონები იძულებულნი იყვნენ გზებზე გადასულიყნენ, რადგან გარშემო მდებარე ტერიტორია ტალახიანი და რთულად გასავლელი გახდა. და ეს დრამატულად აჩვენეს კიევის ჩრდილოეთით მდებარე ცნობილი 25 მილიანი კოლონის ფოტოებმა. ისინი საცობებში იყლიდნენ თავს. და შემდეგ, რადგან რუსეთმა რეალურად არ მოამზადა ხანგრძლივი ომისთვის, საწვავი გაუთავდათ. ეს იყო გაკვეთილი ქედმაღლობის შესახებ, რომელსაც 25 მილიანი ალყაში მოქცეული ტანკების კოლონის სურათი ასახავდა. მესამე ფენა არის იარაღი. თუ ომის დასაწყისში ადევნებდით თვალს, ტანკები შეაჩერა ამერიკულმა ჯაველინმა და ბრიტანულმა NLA-მ, მხარზე დასადმელმა რაკეტებმა, რომლებიც უკრაინული წინააღმდეგობის ვირუსულ სიმბოლოდ იქცა. უკრაინამ ასევე გამოიყენა საკუთარი ლაზერული მართვის სტუგნა-P, მაგრამ 2025 წლისთვის, როგორც უკრაინული, ისე დამოუკიდებელი შეფასებები, დრონებს მიაწერდა რუსული ტანკების დაახლოებით 65%-იან დანაკარგს. და სწორედ ეს სიტყვა, დრონები, არის მთელი ისტორიის საკვანძო წერტილი. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მიხედვით, ქვეყნის თავდაცვის ინდუსტრიამ 2026 წლისთვის მიაღწია შესაძლებლობას წელიწადში 8 მილიონზე მეტი FPV დრონის წარმოება შეძლოს. 160-ზე მეტ კომპანიაში დაწყებული დიდ ქარხნებიდან დამთავრებული გარაჟულ სტარტაპებამდე. მიუხედავად იმისა, რომ ეს უკრაინული წყაროა, ზუსტი წარმოების მაჩვენებლის მიუხედავად, მასშტაბი ნიშნავს, რომ ფრონტის ხაზი ახლა მუდმივად გაჯერებულია. იაფფასიანი მფრინავი ბომბები კი ყველაფერს დასტევენ, რაც კი მოძრაობს. და შედეგი ტანკებისთვის სასტიკია. ტანკს აღარ უწევს ფიქრი მხოლოდ იმ ჩასაფრებულ ჯგუფზე, რომელზეც შეიძლება შემთხვევით წააწყდეს. მას უწევს მუდმივად ზრუნვა ცაზე, ფრონტის ხაზის მთელ 1100 კილომეტრზე, ყოველი წინსვლის თითოეულ მეტრზე. რუსეთმა და უკრაინამ ორივემ სცადეს დრონებთან ბრძოლა, რა თქმა უნდა, რამაც ზოგჯერ სასაცილო დიზაინები გამოიწვია. პირველი საწინააღმდეგო ზომა იყო ელექტრონული ომი, ჯემერები, რომლებიც წყვეტენ რადიოკავშირს FPV დრონსა და მის პილოტს შორის და დრონს უვნებლად აგდებენ მიწაზე. სანამ დრონის მწარმოებლებმა ოპტიკურ ბოჭკოზე არ გადაინაცვლეს, ეს მეთოდი მუშაობდა. რადიოსიგნალის ნაცვლად ამ დრონებს უკან მიჰქონდათ წარმოუდგენლად თხელი კაბელი, რომელიც ფრენისას იშლებოდა და დრონს ფიზიკურად აკავშირებდა მის პილოტთან. მოგვიანებით 2024 წლის გაზაფხულზე რუსეთმა პირველად გამოიყენა ეს ტექნოლოგია, ხოლო უკრაინამ სწრაფად უპასუხა მას. კაბელები მალე მოეფინა საბრძოლო ველს, იხლართებოდა მცენარეულობაში, ინფრასტრუქტურაში და ზელს ფრინველების ბუდეებშიც კი. მაგრამ მიუხედავად ამისა, შედეგად ოპტიკურ ბოჭკოვანი ინდუსტრია სწრაფად გაიზარდა, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთმა 2026 წელს ფასები 250-დან 400%-მდე გაზარდა. როდესაც ელექტრონული თავდაცვა ჩავარდა, რუსეთი ფიზიკურ ჯავშანზე გადავიდა. ეს დაიწყო 2022 წელს, როდესაც ჯარისკაცებმა დამცინავად დაარქვეს კოუპის გალიები, მარტივი მეტალის გისოსები, რომლებიც კოშკურაზე იყო შედუღებული, რათა მცირე დრონებიდან ჩამოგდებული ხუმბარები დაეჭირა. 2024 წლის აპრილის დასაწყისში რუსეთ-უკრაინის ომის ბრძოლის ველზე გამოჩნდა ეგრეთოდებლე კუს ტანკები. მთელი მანქანები შედუღებული მეტალის ფურცლებით იყო დაფარული, ისე რომ ტანკი უხეშ მეტალის ყუთში იმალებოდა და მხოლოდ ქვემეხი იყო გარეთ გამოშვერილი. 2024 წელს რუსებმა ამ გარსებს ასობით სქელი მეტალის წვეთი დაამატეს. იმ იმედით, რომ ასე მიღებული ზღარბის ტანკები დრონებს შეაჩერებდა და ააფეთქებდა, სანამ ისინი ტანკის კორპუსამდე მიაღწევდნენ.
და 2025 წლისთვის ეს წვეტები გადაიქცა 1000-ობით წვრილ მეტალის ბეწვად, რომლებიც გახსნილი ალუმინის კაბელებისგან იყო გაკეთებული და მანქანაზე როგორც ბეწვიანი ქურქი, ისე იყო გადაფარებული. ზოგიერთი დამკვირვებელი მათ ზღარბებს უთოდებდა და ისინი ომის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე დაცულ მანქანებად ითვლებოდა. შეეძლოთ დაახლოებით 12 FPV დრონის დარტყმის გაძლება, სანამ საბოლოოდ გაანადგურებდნენ, მაგრამ მაინც ანადგურებდნენ. მაშ, რა არის გეგმა? რას აპირებს რუსეთი ამ უზარმაზარი ჯავშანტექნიკის მარაგით, რომელსაც ვერ იყენებს? გულწრფელი პასუხია, რომ კრემლის გარეთ არავინ იცის ზუსტად. ყველაზე სავარაუდო ახსნა ისაა, რომ რუსეთი გრძელვადიან თამაშს თამაშობს. აზრი ასეთია. რუსი მეთაურები ფიქრობენ, რომ მალე გამოჩნდება ახალი ანტისაჰაერო ტექნოლოგია, გარღვევა ჩახშობაში, ჩამონგდებს სისტემებში, ან მიმართულ ენერგიაში. რაღაც ისეთი, რაც ბრძოლის ველს კვლავ გახსნის, სწრაფი მოძრავი მექანიზებული ომისთვის. ამასობაში კი ისინი ინარჩუნებენ და აღადგენენ თავიანთ ჯავშან-სატანკო ძალებს, რათა ისინი მთლიანად და მომზადებულად შეინახონ იმ მომავლისთვის, როცა ტანკებს კვლავ შეეძლებათ ბრძოლის ველის დაპყრობა. უფრო ბნელი და უფრო უშუალო შესაძლებლობა უფრო მარტივია. ეს მიუთითებს იმაზე, რომ რუსი მეთაურები შედეგების მიღწევის ზეწოლის ქვეშ შესაძლოა უბრალოდ იმდენად სასოწარკვეთილები გახდნენ, რომ ტანკები კვლავ ცეცხლში შეაგდონ შედეგების მიუხედავად. და ამ სცენაში უზარმაზარი აღდგენილი ფლოტი უბრალოდ ერთჯერადი ფოლადის მარაგია, რომელიც ბრძოლის ველზე შეხავთ, რათა საშინელი ფასის სანაცვლოდ მიწა მოიპოვა. გაიხსენეთ, 2022 წლის შემდეგ რუსეთის წინსვლა იმდენად შეჩერდა, რომ 2023-დან 2025 წლამდე მან უკრაინის ტერიტორიის მხოლოდ დაახლოებით 1,23% დაიკავა. და კიდევ ერთი ბოლო მოულოდნელობა. აღდგენილი ფლოტი მიუხედავად მისი შთამბეჭდავი ზომისა, ფაქტობრივად ერთჯერადი გაძლიერებაა. რუსეთმა SSRK-ს უზარმაზარ მარაგს მიმართა და ეს მარაგი ახლა თითქმის ამოწურულია. ღია წყაროების ანალიტიკოსმა ჯონ პეიმ 2026 წლის ივნისში სატელიტური ანალიზით დაადგინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ომამდე 7342 ტანკის მარაგი ჰქონდა, ახლა საწყობში მხოლოდ 2088 დარჩა და მათგან მხოლოდ 851 არის აღდგენისთვის ვარგისი. დარჩენილი 1227 ტანკი ფაქტობრივად უსარგებლო მარაგია. ასე რომ რუსეთმა თავისი ცივი ომის ტანკების რეზერვის დაახლოებით 62% ამოწურა. ამ ეტაპზე თუ დანაკარგები დაახლოებით თვეში 80 ტანკის ტემპით გაგრძელდება, მარაგის სრულად ამოწურვას კიდევ დაახლოებით 9 თვე დასჭირდება. და როცა ეს მოხდება, საბჭოთა ჯავშანტექნიკის ტალღები აღარ იქნება გამოსაყენებელი. და რაც რუსეთს დარჩება, თლიანად იმაზე იქნება დამოკიდებული, რასაც თავად შეძლებს აწარმოოს. და რუსეთს მხოლოდ ტანკები კი არ ეძურება, არამედ არტილერიის დომინირებაც ნელ-ნელა ირღვევა ბრძოლის ველზე. დამატებითი ინფორმაციისთვის ნახეთ ეს ვიდეო და არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ The Military Show ყოველდღიური სიახლეებისთვის.